ვისაუბრებთ არითმიებზე, ადამიანებისთვის ძალიან შემაშინებელი თემაა ეს, იმიტომ რომ როცა საკუთარი გულისცემას გრძნობ, რაღაცნაირად მოქმედებს ეს შენზე და ცუდ სცენარზე ფიქრობს ადამიანი. ამიტომ ვიტყვით როგორ გავარჩიოთ არითმია, ეს არის საშიში, თუ ნაკლებ საშიში, თუ ძალიან საშიში, რომელმაც შეიძლება შეუქმნას საფრთხე სიცოცხლეს და რა შეიძლება მოვიმოქმედოთ ამ არითმიების დროს. არის გულის რითმის დარღვევა. გული იცით რომ დაახლოებით წუთში ცემს 60-დან 90-მდე ნორმაში დაახლოებით. ზოგი ადამიანისთვის შეიძლება უფრო შენელებული იყოს ნორმა, იშვიათად შეიძლება აჩქარებული იყოს, მაგრამ იშვიათად. გულის რითმის შეგრძნებას ნორმაში ჩვენ ვერ უნდა ვგრძნობდეთ, ანუ ისევ ცხოვრობთ, რომ საკუთარი გულისცემა არ უნდა გვესმოდეთ და ნომერ პირველ არითმის ნიშნად მიიჩნევა ის, რომ ადამიანი საკუთარი გულისცემის შეგრძნებას გრძნობს. ამას ძახიან პალპიტაციასაც და ეს ადამიანს აშინებს. არითმის 4 მაგალითს მოგიყვანთ, ერთ-ერთ ყველაზე ხშირებს, რომ უკეთ შევიცნოთ არითმის არსი რა არის. მაგალითად 27 წლის ჯანმრთელი ქალი ზოგადად საღამოს წევს საწოლში და ეჩვენება რომ მისი გული 1 წამით გაჩერდა, შემდეგ ძლიერ გულისცემას გრძნობს საკუთარ კერჩი და ძლიერ დარტყმას გრძნობს და შეშინებული ჯდება, პულსის ინჯავს, ფიქრობს რომ რაღაც რატო ხარ გამიჩერდა გული და საშიში არითმია ხომ არ არის. ეს არის ერთი სცენარი. სინამდვილეში ეს სცენარი ყველაზე უწინარია. მეორე სცენარი ესეთია, 72 წლის კაცი, რომელსაც არაფერი განსაკუთრებულს არ გრძნობს, ანუ არ გეტყვის ის კაცი, რომ რაღაც არითმია მაქვს, ან გულის ფრიალი მაქვს, ან რაღაც ძლიერი გულისცემა მაქვს, არა, ამებს არ გეტყვის. უბრალოდ ბოლო თვეებში ამჩნევს, რომ კიბეზე ასვლა გაუჭირდა, სწრაფად იღლება, თითქოს ენერგია დაკარგა და აღმოჩნდება, როცა ეკგს გაიკეთებს, აღმოჩნდება, რომ აქვს წინაგულთა შორის ფიბრილაცია და ამას საერთოდ ვერ გრძნობდა თვითონ. და ეს ჩუმად მიმდინარეობს, მაგრამ ეს ბევრად საშიში არითმია. მესამე სცენარი არის 30 წლის ქალი მაგალითად, რომელიც წამში სადაც 70-დან აუა რაღაცა 190-მდე უჩქარდება პულსი და მას შეუძლია გაიხსნას ზუსტად ის წამი, როცა აუჩქარდა ეს პულსი. მერე რამდენიმე წუთის მერე ეს ყველაფერი ლაგდება და ისევ ეს პულსი ნორმაში დგება და წყნარდება. ზოგჯერ ამას ეუბნებიან, რომ თქვა პანიკური შეტევა იყოს, სინამდვილეში კი შეიძლება გულში ელექტრული სიგნალი წრეზე მოძრაობდა და ამან გამოიწვია ეს გულის აჩქარება. და მეოთხე მაგალითი არის 64 წლის კაცი, რომელსაც აქვს გადატანილი ინფარქტი და მას უეცრად ეწყება სწრაფი ფარტოკომპლექსიანი რითმი, არტერიული წნევა ეცემა, ცნობიერება ebinდება და აქ საუბარია ბევრად სერიოზულ მდგომარეობაზე. ეს არის უბრალო არითმია, ეს არის პარკუჭოვანი ტაქიკარდია, რომელიც წუთებში თუ არ უმკურნალეს შეიძლება დასრულდეს ცუდად, ან წუთებსაც კი განწყვეტი მოქმედება აქვს. ამიტომ არსი არის ის, რომ ამ ყველა სცენას, რაც გითხარით, 4-ვეს ქვია არითმია, მაგრამ განსხვავებული მექანიზმი აქვს, განსხვავებული საფრთხე და სრულიად განსხვავებული მკურნალობა ჭირდება. გული არ არის მხოლოდ უბრალოდ ტუმბო, ის არის თან ელექტრული ორგანო. ეხლა რას ნიშნავს ეს? უბრალოდ კი არ გადააქვს სისხლი გულს მთელს ორგანიზმში. ამ გადატანას ჭირდება რთული დახვეწილი სისტემა. და ამ დახვეწილი სისტემაში მონაწილეობს ელექტროიმპულსები. რას ნიშნავს ახლა ეს? ანუ ჯერ ელექტროიმპულსი უნდა წარმოიქმნას იმისთვის, რომ კუნთი შეიკუმშოს. ანუ კუნთი თავისთავად ვერ შეიკუმშება, კუნთს ჭირდება სიგნალი, რომ შეიკუმშე. აი სიგნალი არის ელექტროიმპულსი. და მთელი მუღამი არის, არითმიების მთელი მუღამი არის მოკლედ ის, რომ ეს ელექტროიმპულსები ან წარმოიქმნება X-ად, არ უნდა წარმოიქმნებოდეს, ან წარმოიქმნება ნელა, ან ყოვნდება სადღაც უფრო დიდხანს, ვიდრე არ უნდა ყოვნდებოდეს, ან წრეზე ტრიალებს და ასე, ან ქაოტურად წარმოიქმნება, სხვადასხვა მექანიზმი. ანუ ელექტრულ იმპულსებშია საქმე რა. ანუ ეხლა თვითონ კუნთი თუ დაზიანდა, მაგალითად ინფარქტის დროს შეიძლება დაზიანდეს მთლიანი კუნთის ისეთი ნაწილი, რომ საერთოდ გულმა ვეღარ შეძლოს მოძრაობა, ხო? ფუნქციონირება ვერ შეძლოს. ეს ინფარქტია და ახლა ეს ვიცით და არითმიები ძირითადად ეს კუნთის პრობლემა კი არ არის, არითმიები არის ელექტრული იმპულსების პრობლემა.
ეხლა როგორ მუშაობს გულში ეს ელექტრული იმპულსები? მოკლედ რომ წარმოვიდგინოთ, გვაქვს ორი ძირითადი სადგური, ან პირველი არის წინა გულებში, და ქვია სინოატრიალური კვანძი, მეორე არის ატრიოვენტრიკულური კვანძი და პირველიდან წარმოიქმნება სიგნალი, ვრცელდება მეორეში ცოტახანი ყოფდება და მერე ნაწილდება ქვევით, როგორც დაიტოტება რა. ხო. ეხლა ამას რატო ვამბობ? ამას ვამბობ იმიტომ რომ ეს ელექტრული იმპულსის წარმოქმნა და გავრცელება უნდა მოხდეს სინქრონულად, სინქრონიზებული მოვლენაა მოკლედ, ან წარმოიქმნება თავში, ჩამოდის ატრიოვენტრიკულარულ კვანძში, ცოტახანი ყოფდება და შემდეგ ვრცელდება ქვევით. აი ესე უნდა ხდებოდეს ნორმაში რა. და ხო, შეიძლება რომ თავში არ წარმოიქმნებოდეს ელექტრული სიგნალი, ან ქაოტური წარმოიქმნებოდეს, ან ეს სიგნალი წრეზე ტრიალებდეს. ასევე შესაძლებელია რომ ელექტრული სიგნალი წარმოიქმნებოდეს ქვევით, სადაც არ უნდა წარმოიქმნებოდეს წესით. დაახლოებით ისეა, რომ თუ კი ვიტყვით, რომ ყავს ხელმძღვანელი კომპანიის, მენეჯერი, შუარგოლის მენეჯერი და მერე არის დასაქმებული ადამიანები, რომლებიც რაღაცას აკეთებენ, კონკრეტულ რაღაცას აკეთებენ და მაგალითად თუ აი მუშებმა, რომლებიც თქვა ქარხანაში მუშაობენ, არ მოусმინეს მენეჯერს და მენეჯერმა არ მოусმინა თქვა თავარი მიმცემ ვინც არის ინფორმაციის ან ეს თქვა საკითხი ვისაც ყველაზე კარგად ესმის, იმას თუ არ მოусმინეს და თავის ინიციატივით თუ დაიწყეს მუშებმა რაღაცების კეთება, ხო, ვერ მუშაობს უბრალოდ ის ქარხანა. აი ეს ხდება ზუსტად გულში, რომ თუ კი თავისით დაიწყეს ქვევით ელექტრონულმა იმპულსებმა წარმოქმნა, გული შეიძლება ბოლოს გაჩერდეს. ხო. აი ეს არის რეალურად არითმიის პრობლემა. ეხლა როგორ აღწერენ ადამიანები არითმიას? ადამიანები არითმიას აღწერენ განსხვავებულად, ყველა ადამიანს თავისი განსხვავებული ენა აქვს საუბრის. ზოგი ამბობს, რომ რაღაც გამოტოვების შეგრძნება გულში. და ეს საინტერესო ის არის, რომ არა მარტო ადამიანები იმიტომ აღწერენ არითმიას სხვანაირად, რომ ყველა ადამიანი ინდივიდუალურია, არამედ თვითონ არითმიებია განსხვავებული და ამიტომ ზოგი ადამიანი აღწერს, რომ ეს გამოტოვების შეგრძნება მაქვს, თითქოს გულისცემა გამოტოვა, თითქოს გაჩერდა და მერე ძლიერად დაარტყა, ან თითქოს ჩიტივით ფრთხიალებს ჩემი გული, ან გული მიფრიალებს, ან მკერდში გადაბრუნების შეგრძნება ვიგრძნი, ან მოულოდნელად თითქოს გული აჩქარდა და სადაც უნდა გაიქცეს, ან თითქოს გული ყელში მიცევს, ან პულსი სრულად უწესრიგოა და ვერ ხვდები რანაირი პულსია ეს და შეიძლება ან სწრაფ დარტყმას გრძნობს ადამიანი, მერე პაუზას გრძნობს, ანუ სხვადასხვანაირად აღწერენ, მაგრამ ყველა ეს ადამიანი თავარი ის აქვს ამ ადამიანებს, რომ აღწერენ, რომ საკუთარი გულისცემის შეგრძნებას გრძნობენ რაღაცნაირად, ან ისე ან ასე. და აქვე ერთ-ერთ ყველაზე ხშირ მომენტს გაუსვათ ხაზი, აი პაუზა, გეგონება ჩავარდაო გულისცემა და შემდეგ ძლიერი დარტყმა, ხშირად არის ნაადრევი შეკუმშვა. ეს ნაადრევი შეკუმშვა შეიძლება წარმოიქმნას წინა გულებში, შეიძლება წარმოიქმნას პარკუთში. და ხო, ეხლა ეს რატოა მნიშვნელოვანი, რომ ძალიან ბევრი ადამიანს აქვს. ეს ნაადრევი შეკუმშვა შეიძლება გქონდეს თითქმის ყველა ადამიანს. მაგალითად, ჰოლტერზე შეამოწმო ადამიანი პრაქტიკულად 99% ან მეტს ადამიანებისას ექნება ეს ნაადრევი შეკუმშვა 24 საათის განმავლობაში ერთი მაინც, მაგრამ ამას ადამიანი ვერ გრძნობს, მაგრამ შეიძლება ზოგი ადამიანი გრძნობს. და ამიტომ ეს არის ერთ-ერთი ყველაზე ხშირი და ყველაზე უწყინარი, უმეტესად ყველაზე უწყინარი არითმია, იმიტომ რომ ესეთი არითმია აქვს თითქმის ყველა ადამიანს. აქვე უპასუხოთ რითმთან დაკავშირებულ სამ მნიშვნელოვან მითს. პირველი მითი არის, რომ მაგალითად თუ გული არათანაბრად მიცემს, ესე იგი საშიშია. ასე არ არის, იმიტომ რომ ეს რითმი არარეგულარული შეიძლება იყოს. ანუ რაღაცა დონის არარეგულარობა ისეც ახასიათებს რითმს, ანუ მაგალითად ყველა შეკუმშვა თანაბარი ისედაც არა ბუნებრივად და ყველა შეკუმშვა ისედაც ჩაწიკწიკებული არ არის ბუნებრივად, ანუ ადამიანის ორგანიზმია, გულია და მით უმეტეს, ანუ ხო, ყველა გულის შეკუმშვა ზუსტად ერთნაირი არ არის და უფრო დიდი მნიშვნელობა აქვს რითმის წარმოშობას, ხანგრძლივობას, სიმპტომებს, გულის სტრუქტურას და ჰემოდინამიკური ეფექტი აქვს თუ არა, სისხლის მიმოქცევაზე ეფექტი აქვს თუ არა ამ ყველაფერს. და ჯანმრთელ გულში იშვიათი მაგალითად ეს ელექტრული ექსტრასისტოლიები, ანუ
დამოუკიდებლად რო შეიკუმშება გული ზედმეტად მაგალითად წინასწარ რო შეიკუმშება ხშირად არანაირი პრობლემა არ არის ხშირად მაგრამ თუ მაგალითად ინფარქტის შემდეგ გაუჩნდა ასეთი რაღაცები და ან ფართო კომპლექსიანი ტაქიკარდია გაუჩნდა ინფარქტის შემდეგ ეს სხვა კატეგორიაა მაგრამ ბევრ ადამიანს ხო ეს რაღაც არარეგულარულობის შეგრძნება აქვს ზოგჯერ და საშიში არ არის მეორე მნიშვნელოვანი მითი არის თუ პულსი არის 60-ს ქვემოთ ეს საშიშია ეს არის ტყუილი არიან ადამიანები რომელსაც პულსი აქვს 40-დან 55-მდე და ყველაფერი ნორმაში აქვს. ან ჩვეულებრივად ცხოვრობენ ეს ადამიანები. განსაკუთრებით მაგალითად სპორტსმენებს შეიძლება 40 ქონდეს, 45 ქონდეს პულსი, ან 48 და ჩვეულებრივად მუშაობდეს მისი გული, ჩვეულებრივად გრძნობდეს ეს ადამიანი თავს პირიქით, ბევრად უფრო ეფექტური გული ქონდეს, ვიდრე ნებისმიერ სხვა ადამიანს. აქ რა თქმა უნდა სხვა სურათია თუ 40 აქ ადამიანს პულსი და გონება დააკარგა, ეგ სულ სხვა სურათია, მაგრამ თუ ადამიანი ჯანმრთელია, აქ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ჰემოდინამიკური სტაბილურობა რამდენად არის. თუ ადამიანი იმ 45-დან 48-ზე ჯანმრთელია და არაფერი პრობლემა არ აქვს, კი შესაძლებელია რომ ქონდეს ესეთი პულსი და კი ადამიანი იყოს ჯანმრთელი. მესამე მნიშვნელოვანი მითია რომ აი ყავა იწვევს ექსტრასისტოლიებს და ჩავარდნებს და ამოვარდნებს და ეს რაღაცებს. ზოგადად სტიმულანტებმა მართლა შეიძლება გამოიწვიონ, მაგრამ ყავა ძალიან იშვიათად ხდება, რომ ისა რამე კლინიკურად მნიშვნელოვანი არითმია ან ეს ჩავარდნა ან ზედმეტი გულისცემა გამოიწვევს, ძალიან იშვიათია. უფრო მეტად ალკოჰოლი. ხო, ყავაზე რა თქმა უნდა ზოგი ადამიანი ხო ძალიან გრძნობიარია და ყავას ვერ იღებს და ეს არსებობს რა თქმა უნდა, მაგრამ ის რომ კლინიკურად რამე მნიშვნელოვანი გულის აჩქარება ან რამე არითმია გამოიწვევს ყავამ ძალიან იშვიათია მოგწონს. როგორც წესი ეგ მითის ნაწილია. რამდენია ნორმალური რითმი ადამიანისთვის? ნორმალური რითმი არის 60-დან 100 დარტყმა წუთში, 50-დან 90-მდე უფრო ისეთია. უფრო დაზუსტებული ვერსია 50-დან 90-მდე და ერთი მარტივი რაღაცაც არის რომ ან მოსვენებულ მდგომარეობაში რაც უფრო მაღალი გაქვს პულსი მით უფრო კარგი არ არის. ანუ მოსვენებულ მდგომარეობაში ჯობია 50 ქონდეს პულსი ვიდრე 98. ანუ გულის პრობლემაზე მაღალი პულსი უფრო მიუთითებს ვიდრე დაბალი პულსი. როგორც წესი ზოგადად პრინციპს ვამბობ, რომ კონკრეტულ შემთხვევაში შეიძლება რომ პირიქით ჯობდეს, მაგრამ ამ შემთხვევაში გულისხმობს ზოგადი პრინციპი ასეთია. არსებობს თუ არა ნორმალური არითმია, ესა კითხვა აქვს ხოლმე ადამიანებს კიდე რომ ანუ ყველა არითმია საშიშია თუ არსებობს რაღაცა რომ ეს ნორმალური იყოს ეს ცვლილებები. კი, და არსებობს. მაგალითად ჩასუნთქვისას გულისცემა ჩქარდება ამოსუნთქვისას გულისცემა ნელდება. განსაკუთრებით ბავშვებში, განსაკუთრებით ახალგაზრდებში, ვისაც ჯანსაღი გულსისხლძარღვთა და ნერვული სისტემა აქვს, მათში უფრო შესამჩნევია ეს. ანუ ხო, არითმი, ანუ რითმის დარღვევა, ბრჭყალების დარღვევა შეიძლება იყოს ნორმალური და უკავშირდება სუნთქვალსაც, ანუ ჩასუნთქვისას გულისცემა ჩქარდება, ამოსუნთქვისას გულისცემა ნელდება. ამიტომ ახალმე რომ რატოა რომ ადამიანი როცა ან პანიკაშია, ან ის შფოთვა აქვს რა, ეუბნებიან რომ მოკლედ ჩასუნთქვა გააკეთა, გრძელი ამოსუნთქვა გააკეთა, იმიტომ რომ გულისცემა შენელდეს, იმიტომ რომ დამშვიდეს ორგანიზმი, იმიტომ რომ ვაგუსი ცნობილი ნერვი აქტივდება ამოსუნთქვისას და გულისცემაც ნელდება და ადამიანი მშვიდდება. ამიტომ ამ ტექნიკას იყენებენ ხოლმე ხშირად. კიდევ არის სხვა მდგომარეობები, როცა არითმია ან არანორმალური რითმი არის ნორმის ნაწილი. ფიზიოლოგიური. მაგალითად არის ვარჯიშისას გული აგიჩქარდება და შეიძლება ავიდეს 180-ზე. სიცხის დროს გული ჩქარდება, ტკივილის ან ემოციური სტრესის დროს, ან შეიძლება ყავა დალიოს ადამიანს გული აჩქარდეს. ეს ანიშნავს რამე გულის დაავადება აქვს ამ ადამიანს. ახალგაზრდებში მაგალითად მაღალი ვაგალური ტონუსი ვისაც აქვს, ანუ მოკლედ 7 ტიპები ვინც არიან, იმათში შეიძლება პირიქით ნელი იყოს გულისცემა. სპორტსმენებში ნელი იყოს გულისცემა და ეს ნორმალური და კარგი იყოს. და ყველაზე ხშირი არითმია მოკლედ, რომელიც ისეთია, ყველაზე ნაკლებ საშიში არის ზუსტად აი ამოვარდნები, გულის გამოტოვებას რასაც ეძახიან, ეს არის გავრცელებული მიზეზი, რაც დროსაც ერთი დარტყმა მოდის მეორეზე ზედმეტად ადრე. და ანუ აი ამ ზედმეტი დარტყმის მერე დგება პაუზა და შემდეგ ამ პაუზის დროს გული ასწრებს რომ კარგად აივსოს სისხლით და აი შემდეგი დარტყმა მერე ძლიერია
და ამ შეკუთვნას ძლიერად გრძნობს და ეს არის როცა ეს ნაადრევი იმპულსი ძირითადად წინაგულებში წარმოიქმნება ხოლმე. ან წინაგულოვან ექსტრასისტოლიას ეძახიან ამას. და არსებობს პარკუჭოვანი ექსტრასისტოლია, ან პარკუჩი რო წარმოიქმნება ნაადრევი იმპულსი კიდე. და ამებს გრძნობს ადამიანი მოკლედ ჩავარდნად რა, აი როცა ამბობენ ჩავარდნა ძირითადად არის ეს. და ამას ადამიანები აღწერენ ხოლმე როგორც არის ერთი გამოტოვებული დარტყმა, ან მოკლე პაუზა და შემდეგ ძლიერი ბიძგი გულში, ან რაღაცა მკერდში გადაბრუნების, ან ჩავარდნის შეგრძნება, ან რამდენიმე წამით გულის ფრიალი მქონდა, ან მონაცვლეებით სუსტი და ძლიერი პულსი და რაღაც ყოველ მეორე დარტყმა შეიძლება უფრო ძლიერად გრძნობდეს ადამიანს და ეს ერთი ან დღის განმავლობაში რამდენიმე ექსტრასისტოლია როგორც წესი სიმპტომს არ ქმნის, მაგრამ ზოგჯერ შეიძლება იგრძნოს ადამიანმა და ეს როგორც წესი თავბრუსხვას არ იწვევს. ხოლო თუ პაციენტი აღწერს, რომ თვალებში მიმნელდება რამდენიმე წამი, რაც პრესინკოპეს და ესეთ რაღაცებს, მაშინ ეს ექსტრასისტოლიების სერია თუა შესაძლებელია და ეს უმეტესად არის ხოლმე იმ ადამიანებში, ვისაც უკვე არსებული გულის დაავადება, ანუ ჯამრთელ ადამიანებში იშვიათად არის ესეთი ექსტრასისტოლია, რომ მნიშვნელოვანი სიმპტომი გამოიწვევს ამ პრობლემას შეუქმნას. შეიძლება იგრძნოს, მაგრამ ის რომ პრობლემას შეუქმნას იშვიათია. და აი ყველაზე ხშირი სცენარი ესეთია რა, რომ აი თქვა აი 35 წლის ადამიანი, რომელსაც ცუდად ეძინა იმ საღამოს და მე ან შეიძლება დაიღალა, გადაიღალა, ან ალკოჰოლი მიიღო, ან რაღაც ან ენერგეტიკი დალია და ღამით დაწოლის შემდეგ რამდენიმე ძლიერი დარტყმა იგრძნო გულში. და EKG-ზე ნორმალურია, ჰოლტერმა შეიძლება აჩვენოს ეს ექსტრასისტოლიები რამდენიმე, რომელიც არაფერი პრობლემა არა, ანუ სხვა მხრივ EKG ნორმალურია, გული ნორმალურია, ეხოძეც გული ნორმალურია. და ხო, ამ შემთხვევაში პრობლემა ძირითადად არის შეგრძნება და შიშები და არა გულის დაზიანება და ეს არის ყველაზე ხშირი შემთხვევა. ზოგ შემთხვევაში ხა აი ასაკიან ადამიანებში მაგალითად ვისაც განდავის ფრაქცია დაქვეითებული აქვს, ანუ გულზე აქვს ისეც პრობლემა მოკლედ და ამ დროს ეს ექსტრასისტოლიები უფრო საყურადღებოა, მაგრამ შედარებით იმ ადამიანებში, ვისაც ზოგადად გულზე პრობლემები არ აქვს მნიშვნელოვანი, იმ ადამიანებში ბევრად უფრო უწყინარია და რამე საფრთხეს არ ქმნის. და ამ ექსტრასისტოლიებს იწვევს მოკლედ ძილის ნაკლებობა, ალკოჰოლი, ნიკოტინი, ძლიერი სტიმულანტები, ემოციური სტრესი, ჰიპოთირეოზი, კალიუმის და მაგნიუმის დარღვევა, ზოგჯერ გადატანილი ინფარქტი, ეს იმ ადამიანებში, ვისაც აქვს დაავადება ისაც და გულის სხვა დაავადებები მათ შეუძლია გამოწვევა. ხო, თუ სიმპტომოა ან ძალიან იშვიათად აქვს რაღაც სიმპტომი, ასეც როგორც წესი მკურნალობა არ ჭირდება. თუ სიმპტომურია, მაშინ მეტოპროლოლი მიიჩნევა ხოლმე მის მკურნალობად ყველაზე ხშირად. და მეორე მნიშვნელოვანი არითმია, ეს უკვე მნიშვნელოვანია და ყურადსაღებია და ხშირად ნაკლებად სიმპტომურია, სიმპტომი ნაკლებად ახასიათებს, არის წინაგულების ფიბრილაცია და თრთოლვა, ასევე ფლატერი იგივე. ეს გავს, მაგრამ ცოტა განსხვავებული მდგომარეობა, მაგრამ გავს. ხო, ეს არის წინაგულების ფიბრილაცია არის ყველაზე გავრცელებული მდგრადი არითმია. ეხლა აქ რა ხდება? როცა წინაგულები კოორდინირებულად არ იკუმშება და პულსი ხშირად არის არარეგულარული. ანუ ქაოტური, მოგესწრებთ რომ ვთქვათ. ხო, ახლა აქ რა ხდება, რომ როცა წინაგულებში, ანუ წინაგულები პარკუჭებს რომ ამბობთ, შეგიძლიათ წარმოვიდგინოთ, გული ორ ნაწილად გაყოთ. ზედა ნაწილი და ქვედა ნაწილი. ზედა ნაწილი არის სუსტი, ქვედა ნაწილი არის ძლიერი. და ზედა ნაწილში, რომელიც ფიზიკურად სუსტია, წარმოიქმნება იმპულსი, ელექტრული იმპულსი და ვრცელდება ქვევით. და ქვედა ნაწილი ძლიერად უნდა შეიკუმშოს, ეს აზრი. და ამ ზედა ნაწილში ელექტრული იმპულსები წარმოიქმნება ქაოტურად. და ამას ხო მე ეს ქაოტური და ბევრი ელექტრული იმპულსი ყველა ქვევით არ ჩადის, მაგრამ ზოგიერთი რაოდენობა ახდენს ქვევით. ამიტომ რომ მაგალითად ფლატერის დროს თქვა წარმოიქმნება 300-მდე ეს იმპულსი და შეიძლება წინაგულების სიხშირე იყოს 300 და პარკუჭების 150-ზე, მხოლოდ ნახევარმა ჩააღწიოს. და ხო, ანუ ადამიანი გრძნობს როგორც 150 გულის ცემას წუთის განმავლობაში და ადამიანი იგრძნობს, რომ რა აჩქარებულია გული. ზოგ შემთხვევაში იმდენად ქაოტურია, რომ საერთოდ ვერ იჭერს ადამიანს პულს, რომ ანუ ხანისია და რაღაც გაუგებრობაა მოკლედ ადამიანისთვის.
რაც შეეხება ნიშნები და სიმპტომები, ან წინაგულების ფიბრილაციას ადამიანები ზოგიერთ ვერ ხვდებიან საერთოდ რა აქვთ. მაგრამ ვინც აღწერენ ამბობენ რომ რაღაც უწესრიგო ფრიალს ან კანკას მკერდში, ან სწრაფ ქაოსურ პულს, ან უცნაურ დაღლილობას, დატვირთვაზე ქოშინს, კიბეებზე ასვლის გაძნელებას, თავბრუსხელას და სისუსტეს. ანუ არასპეციფიურ რაღაცებს ამბობენ. ვერ გეტყვის ეგეთი ადამიანი რომ რაღაც კონკრეტული ვერ გეტყვის რომ რაღაც წინაგულების ფიბრილაცია. ამას ვერ გეტყვის, მაგრამ ზოგ შემთხვევაში აი უწესრიგო ფრიალს გრძნობს და კანკას მკერდში ეს შეგრძნებები შეიძლება კონდეს, მაგრამ უმეტესად მაინც არ ახასიათებს და დაღლილობა უფრო არის, რომ აი მაგალითად ფიზიკურ დატვირთვაზე ადამიანი იღლება, ქოშინი შეიძლება იყოს, ეს უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ის რომ რაღაც საკუთარი გულისცემის შეგრძნება შეიძლება საერთოდ არ უჩივდეს ეს ადამიანი. და ეს არის რეალურად, რატომაც აი ხანდაზმული ადამიანები, ვისაც აქვს წინაგულების ფიბრილაცია, ამბობენ რომ საერთოდ არ აქვს ეს გულის აჩქარებები და ამას საერთოდ ვერ გრძნობენ, მაგრამ ეს დაღლილობა აქვთ, ქოშინი აქვთ და საშიშია. ანუ წინაგულების ფიბრილაცია საშიშია, იმიტომ რომ ხო, აი ეს წინაგულების ფიბრილაცია იგივე არის ის მოციმციმე არითმია. ანუ ეს მნიშვნელოვანი ის არის, რომ ეს მოციმციმე არითმიას რო ვეძახით ჩვენ ეგ არის და ხო, ეხა ამ დროს რატომ მნიშვნელოვანი? იმიტომ რომ შეიძლება გულში ან გულის ამ წინაგულების ფიბრილაციის დროს, როცა ქაოტურად იკუმშება ეს წინაგულებს აქვს მოკლედ დანამატები და იქ შეიძლება სისხლი შედეძდეს და წარმოიქმნას თრომბი და ეს თრომბი მოწყდეს და მერე გაიჭერს ტვინში. ანუ ინსულტის რისკს ზრდის 5-ჯერ. ანუ წინაგულების ფიბრილაციის მკურნალობა, მოციმციმე არითმიის მკურნალობა მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ ინსულტის რისკი შევამციროთ. რატო ემართება და ხა ადამიანს ეს მოციმციმე არითმია? რისკ ფაქტორები არსებობს, კონკრეტული ერთი მექანიზმი არსებობს, მაგრამ რისკ ფაქტორები არსებობს და ეს რისკ ფაქტორები არის ასაკი, ჰიპერტენზია, სიმსუქნე, ძილის აპნოე, დიაბეტი, გულის უკმარისობა, სარცულოვანი დაავადება, კორონარული დაავადება, ჰიპერთირეოზი, თითქმის ქრონიკული დაავადება, ალკოჰოლის ჭარბი მიღება და აქ ძალიან მნიშვნელოვანია რომ მკურნალობა აქ იმაზე მეტად რომ თქვა რაც გულის რითმი მოაწესრიგოს ადამიანმა მნიშვნელოვანი არის ხოლმე ანტიკოაგულაციური თერაპია. ზოგჯერ საჭიროა, ზოგჯერ არ არის საჭირო, ექიმის მიხედვით უნდა ექიმი უნდა მოახდინოს მისი ქულებით ფასდება და როცა ნული ქულაა ანტიკოაგულაციური თერაპია არ არის საჭირო, როცა ერთი ქულა ანტიკოაგულაციური თერაპია უნდა განიხილო და როცა ორი ან მეტი ქულაა ანტიკოაგულაციური თერაპია აუცილებელია. ამისთვის იყენებენ ხოლმე აპიქსაბანს, რივაროქსაბანი, ეს პრეპარატები, რომელიც ანტიკოაგულაციური თერაპიის ნაწილია და აი თრომბის პრევენციას ახდენს იმის რომ ადამიანი დავიცვათ ინსულტისგან. ესა ძალიან მნიშვნელოვანი, რასაც მივმართავთ მაშინ როცა ადამიანს აქვს არითმია. კიდე არის სხვა არითმიებიც რა თქმა უნდა, რომელზეც მოკლედ შევეხები, პაროქსიზმული სუპრავენტრიკულური ტაქიკარდია მაგალითად, ეს არის სწრაფი რიტმი, რომელიც პარკუჭების ზევით წარმოიქმნება და ელექტრული იმპულსი ჩაკეტილ წრეზე მოძრაობს და მის ყველაზე დამახასიათებელია, რომ უეცრად იწყება, ჩქარდება, შეიძლება რამდენიმე წუთის განმავლობაში ძალიან ჩქარი იმპულსი ქონდეს და უეცრად მთავრდება. ანუ ადამიანმა შეიძლება გითხრას, როდის დაეწყო, როდის დაუმთავრდა ეს გულის აჩქარება. მექანიზმი არის რომ აი რო წარმოიდგინოთ წრიული მოძრაობა ორი შესასვლელით და ერთ გზაზე სიგნალი სწრაფად მოძრაობს, მეორეზე ნელა მოძრაობს და ხელსაყრელ მომენტში ეს ნაადრევი დარტყმა ერთ გზაზე ჩადის მოკლედ და მეორე გზაზე უკან ბრუნდება და წრეზე იწყებს ტრიალს მოკლედ ანუ აზრი ისაა მოკლედ რომ წრიული მოძრაობა რო წარმოიდგინოთ ელექტრული სიგნალს რაც წრეზე რო დარბოდეს რაღაცა ეგ არის რა და ყოველ წრეზე ეს წინაგულები და პარკუჭები იკუმშება ძლიერად და ჩქარა. აი ეს არის აზრი და ადამიანს შეიძლება ქონდეს 140-220 გულისცემის სიხშირე ამ დროს. და ამ დროს ადამიანი გეტყვის რომ აი უცებ ჩაირთო ეს გულისცემის აჩქარება, თითქოს ღილაკს დააჭირესო, იმდენად სწრაფი იყო, სწრაფია, მაგრამ თანაბარი, თითქოს გული ყელში მიცემდა, ამას ამბობენ და 20 წუთის შემდეგ აი ერთ წამში გაჩერდა ყველაფერი, ჩვეულებრივ ჩადგა ისევ ნორმაში. აი ეს უფრო მეტად აი ახალგაზრდა ქალებში არის ხოლმე და რამდენიმე წუთში დგება ნორმაში და ისევ ჩვეულებრივად აგრძელებს ადამიანი ის ცხოვრებას. მკურნალობა ამ დროს არის მანევრებია მოკლედ სპეციალური
ვალსალვას მანევრიც ასევე, ვისაც დაგაინტერესებს, შეგიძლიათ მოძებნოთ. მედიკამენტები შეიძლება ადენოზინი მაგალითად. თუმცა ანუ ეს მხოლოდ უნდა გაკეთდეს მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში და საბოლოო მკურნალობა არის კათეტერული აბლაცია, რაც ძალიან მაღალი ალბათობით, პროცენტულობით აგვარებს მოკლედ ამ პრობლემას საბოლოოდ, რაც ძალიან ეფექტურია. კიდევ არის არითმიები, რომელიც განსაკუთრებით გულისცემის შენელებით ხასიათდება, მაგას ბრადი არითმიებს ეძახიან. ნუ ასაკთან დაკავშირებული ფიბროზი შეიძლება იყოს მიზეზი, ასაკში და ხშირი მიზეზია, მაგრამ ბრადიკარდია შეიძლება გამოიწვევს პრეპარატებმა, შეიძლება იყოს ჰიპერკალემიამ, ჰიპოთირეოზმა, ჰიპოქსიამ და სხვა შექცევადმა ფაქტორებმა. ან ბრადიკარდია მაშინ ხდება პრობლემა მოკლედ, როცა ჰემოდინამიკური პრობლემებიც გვაქვს. როგორც წესი, უმეტეს შემთხვევაში საუბარი და არა ყოველთვის რა თქმა უნდა. და ადამიანები ბრადიკარდიას უმეტესად გრძნობენ არა გულის ფრიალით, არამედ როგორც მუდმივი დაღლობა, კონცენტრაციის გაუარესება, დატვირთვის აუტანლობა, კიბეებზე ქოშინი, სიარულისას თაბრუსხვევა და თვალების დაბნელება და ესეთი სიმპტომები აქვთ რეალურად უფრო მეტად. ხო, განსაკუთრებით ეგ არის უფრო საშიში ხანდაზმულებში და უფრო საშიშია, ვისაც გულის არსებული დაავადება აქვს. და ბოლოს მოკლედ ვიტყვი პარკუჭოვანი ტაქიკარდიაზე და პარკუჭოვანი ფიბრილაცია, რომელიც ძალიან სერიოზული მდგომარეობებია, რომლის დროსაც პარკუში წარმოიქმნება სწრაფი რითმი და მთლიანად დეზორგანიზებული და პარკუჭოვანი ფიბრილაცია ეს დეზორგანიზებული ელექტრული აქტივობა ისის პარკუჭებში და რომლის დროსაც პარკუჭების სისხლურად აღარ ტუმბავს და ეს ძალიან დიდი პრობლემაა ეს რიტმის და გული შეიძლება უეცრად გაჩერდეს ამ დროს და გულის გაჩერებასთან არის პირდაპირ დაკავშირებული. ხო, ეს პარკუჭოვანი ტაქიკარდია უმეტესად დაკავშირებულია ძველ ინფარქტთან ან კარდიომიოპათიის ნაწიბურის გარშემო მოძრავი რენტრი, მოძრავი წრე იქნება, საიდანაც იკუმშება გული რეგულარულად და ხშირად. ამ დროს ადამიანებს აქვს უეცარი და ხშირი სწრაფი გულისცემა, გულმკერში ზეწოლა ან ტკივილი, ქოშინი, ოფლიანობა, მკვეთრი სისუსტე, ნაცრისფერი ხედვა. ხო, ეს სცენარი მოკლედ ყველაზე ხშირად არის იმ ადამიანებთან, ვისაც გადატანილი აქვს მიოკარდიუმის ინფარქტი. ამიტომ აქ სიფრთხილეა საჭირო და საჭიროა ის, რომ ჩქარა იქნეს მიღებული ზომები, რადგან შეიძლება ესეთი არითმია იყოს ფატალური. ნუ როცა ესეთი არითმია ემართება ადამიანს ან პარკუჭოვანი ფიბრილაცია ან პარკუჭოვანი ტაქიკარდია, დაუყოვნებლივი გულფილტვის რეანიმაცია უნდა მოხდეს ან დეფიბრილაცია. ეგ არის ყველაზე კაი გამოსავალი მაგ დროს რით შეიძლება სიცოცხლე გადაარჩინო. ხო, გულფილტვის რეანიმაცია არის კომპრესიები მკერდზე 100-120 წუთის განმავლობაში ეგ არის, რაც შეიძლება ადამიანმა გააკეთოს. ხო, ადვილი არ არის, მაგრამ შეიძლება ასე სიცოცხლე გადაარჩინო. ძალიან მნიშვნელოვანია. და დეფიბრილატორი კიდე, ნუ რა თქმა უნდა, სასწრაფო გადაუდებელი დახმარება ამ დროს საჭირო. აი ეს იყო მოკლედ რაც მინდოდა არითმიების შესახებ. არითმიების შესახებ როცა ადამიანს გაქვს ცოდნა უფრო შეიარაღებული ხარ, უფრო იცი რაზე უნდა გაამახვილო აქცენტი, როდის უნდა გაამახვილო აქცენტი. განსაკუთრებით ვიტყოდი მოციმციმე არითმიაზე, ინსულტის რისკს უნდა უფრთხილდეს ადამიანი და უმკურნალოს აუცილებლად თუ საჭიროა ანტიკოაგულაციური თერაპია. და პარკუჭოვანი ტაქიკარდიების რისკისაც იქაა კიდე ყურადღება გასამახვილებელი, განსაკუთრებით იმ ადამიანებს, ვისაც უკვე ქონდა ინფარქტი. ხო, აი ეს იყო რის თქმას მინდოდა, მადლობა რომ მისმენით, მადლობა რომ გაინტერესებთ, თუ მოგწონთ ჩემი ვიდეოები დალაიქეთ, თუ მოგწონთ ჩემი არხი გამოწერეთ, მადლობა ინტერესისთვის.